გამარჯობა მეგობრებო, სიახლეებით გიბრუნდებით, ეს ახალი მოდელები ჩამოგვივიდა ახლა და კიდევ ახლა წამოასვლა ახალი მოდელები და გაგიზიარებთ იმათაც რა თქმა უნდა. მოდი დავიწყოთ ცოტა ბევრია და დროში რო არ გაგვეწელოს. პირველი Cold Steel X 4 Max Scout-ია. Scout-ი ამ შედარებით ბიუჯეტური ვერსია, ამის ძვირიანი ვერსიაც არსებობს, მაგრამ ბიუჯეტურის გლობალზე ძალიან კარგი დანა ესეც, სქელი ტრაიდლოკი ჩამკეტის სისტემა, აუსათია ფოლადი. ძალიან მძიმე დატვირთვებზე გათვლილი დანა რა. ვისაც გონია შეხება დამეთანხმება, რომ ერთ-ერთი ისეთი მუშა და გამოსადეგი დანაა, როგორც მისი დინამორბედი Cold Steel-ის Spartan-ი. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დანა, რომლის ხელიდან გავარდნის ვარიანტი არ არის, ხელში შესანიშნავაძი, საკაც აუსათია ფოლადი გვაქვს, ესეთი კუკლის მაგვარი ფორმა. ეს უკვე გახლავთ Task Knives-ის ესეთი გიგანტი. რომელიც ასევე გამძლეობით არ ჩამოვარდებენ, როგორც ვიცით, სამკეთებში ტრაიდლოკი მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ ლაინერი საკმაოდ ძლიერია და თან ამას მოყვება ბერკეტი, რომელიც სტარშივი აქვს ჩაფიქსირებული და შეგვიძლია გადმოვიტანოთ და უფრო ამყარებს დანის კონსტრუქციას. ეს სამი გიგანტი მოვილიეთ. ეხლა გადავიდეთ ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილ რუსულ დანებზე, სტრიჟები არის Swift-ები იგივე ჩებურკოვის. აი ეს შედარებით განახლებული დიზაინით გამოუშვეს, მე უფრო მომეწონა პირადად ესეთი კარბონის ტარი, ტიტანის ბექსპეისერი და საკიდი და Relmax-ის ფოლადი. კლასიკური სადა დახვეწილი დანა. და მისი შედარებით პატარა ვერსია, mini სტრიჟი, mini Swift-ი იგივე ტიტანისა და კარბონის ტარებით. უკვე დანარჩენი გემოვნების ამბავი ვისთვის რომელი ჩაჯდება უფრო მის გემოვნებაში ესე ვთქვათ, ეს კი ასევე ჩებურკოვის კასატკა, იგივე მკვლელი ვეშაპი. ქვია ამ მოდელს, ესეთი ლამაზი ამდირებული ტიტანის ტარი, ZDI დამასკოს ფოლადითა და ტიმასკუსის ბექსპეისერისა და საკიდით. დააკვირდით. უნდა გითხრათ მეგობრებო, რომ ეს დანა შეკვეთით ჩამოვიტანეთ და მაღაზიაში სამწუხაროდ არ გვექნება, მაგრამ სურვილი შემთხვევაში შეგვიძლია თქვენთვისაც შევუკვეთოთ და ჩამოვიტანოთ. შემდეგი უკვე გახლავთ Riates ბრენდის მოდელი EXO, Mini EXO AS, გრავიტაციული დანა ეგრეთ წოდებული, ესეთი მთლიანი ტიტანის ტარი, CPM 3 ფოლადით, ესეთი განსხვავებული დანა. აქ უკვე ორი ბიუჯეტური მოდელი გამოგვერია უკაცრავად Bestec-ის, ესეთი ორფერ შესრულებული ჯიათის ტარი, D2 ფოლადი, მექანიზმის აკისრებზე. განსხვავებული დიზაინი, მაგრამ ვფიქრობ, ბევრისთვის მოსაწონი იქნება. ეს კი Bestec-მენია, Bestec-ის შვილობილი კომპანია, ასევე ძალიან ხარისხიანი და არაძვირიანი, ძალიან კარგი დანაა ესეც. იგივე D2 ფოლადი და ნარინჯისფერი ჯიათის ტარი. აქ უკვე ლაინერები და საკიდი ფოლადის არის, არ არის ტიტანი, არ არის რაღაც პრემიალური, მაგრამ თავის ფასთა კატეგორიაში ძალიან კარგი დანებია, მინდა გითხრათ. შემდეგი გახლავთ უკვე Spyderco-ს სქელი სამნახევარი. ძალიან კარგი დანა ესეც ასევე ZDP 3 ფოლადით, დააკვირდით აი როგორ ლამაზად ეტყობა ჩადგმა, დამზადებულია იაპონიაში, სეკისითი კარბონის ტარი, ბეკლოკი ჩამკეტის სისტემა. ესეთი სასიამოვნო თხელი და ლამაზი განსხვავებული დანა ასევე. ეხლა უკვე ფიქსირებულ დანებზე გადავიდეთ მეგობრებო, ასევე ჩებურკოვის ფიქსედებია ესენი. აი ეს იმდენად მომეწონა, რომ ერთი მეც ავიღე, ძალიან კარგი ტიპია ესეთი კაკლის ხის ტარი, ტიტანის პოლსტერი აქვს ჩადგმული და H12 MF ფოლადი. როგორც მოვიძია ამ ფოლადზე ინფორმაცია, არის გაუმჯობესებული D2 და ესეთი კარგი ტყავის ქარქაშიც მოყვება მყარი და არამყარი საკიდით. აქ საბუთი კიდია ცოტა ულამაზოდ არის, მაგრამ ესე ჩამოდის 5-ის გარეშე ეს დანა. დანარჩენ ჩებურკოებს კი ვიცით როგორი შეფუთვაც აქვს, ძალიან კარგი. ეს ჰანტერია. მოდელსაც ისევე ქვია სუფთა სანადირო დანა. ზომაც, წონა, სისქე, ყველაფერი ძალიან კარგად აქვს გათვლილი, იგივე H12 MF ფოლადი და ტყავის ქარქაში. ეს რაც შეეხება ჩვენს ფიქსედებს მეგობრებო, როგორც ხედავთ, აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ხასიათის დანები, ვისაც უნდა რაღაცა უფრო მძიმე და ბრუტალური და ესეთი დანები არის აგერ Cold Steel-ები, Task Knives-ი, ცოტა ისეთი ქალაქის ედისი დანები არის ჩებურკოვები, Spyderco იგივე, აქვია ბიუჯეტური და პრემიალური დანაც. დღეისთვის სულ ეს იყო ჩემო კარგებო,
მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ ჩვენი არხი და რა უნდა მეთქვა, ფასებს და მახასიათებლებს უფრო დაწვრილებით, რაც შეეხება არ ვამბობ სპეციალურად და დიზაინერზე და სხვა წვრილმანებზე არ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ძალიან არ გაიწელოს ვიდეო და უფრო ყურებადი იყოს და თქვენთვის მოსაწონი. დანარჩენს იხილავთ ჩვენ საიტზე, როგორც გითხარით, Blaze-ზე და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერას. მადლობა.